ბათუმში დღეს ყველა მუნიციპალურმა ავტობუსმა ერთი წუთით მუშაობა შეაჩერა. მშვიდობიანი აქციით მძღოლებმა მგზავრთან შელაპარაკების დროს გარდაცვლილი 53 წლის მძღოლის ოჯახს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრეს და მომხდარი ფაქტის საჯაროდ კიდევ ერთხელ დაგმეს. აქციას ორგანიზება აივ ბათუმის ტრანსპორტმა და პროფესიული კავშირების გაერთიანებამ გაუწია. გაერთიანების წარმომადგენელთა განცხადებით მძღოლებზე ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტები მგზავრების მხრიდან ბათუმში არაერთხელ დაფიქსირებულა. აქციის მონაწილეებმა მოქალაქეებს თხოვნით მიმართეს დააფასონ მძღოლების საქმიანობა და გაგებით მოეკიდონ მათ შენიშვნებს. შეგახსენებთ, თბილისში რამდენიმე დღის წინ მგზავრთან შელაპარაკებისას მუნიციპალური ავტობუსის მძღოლი გარდაიცვალა. ბათუმის მუნიციპალური ტრანსპორტის წარმომადგენელთა თქმით, ფაქტს ადეკვატური რეაგირება უნდა მოყვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში პროტესტის სისტემატიურ ხასიათს მიიღებს. თბილისში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება 115 მუხლით მიმდინარეობს, რაც ადამიანის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. 2 საათია ბიჭო. დღეს 14 საათზე ჩატარდა აქცია, რომელმაც პატივი მივაგეთ თბილისში რამოდენიმე დღის ინციდენტის დროს გარდაცვლილი ვალერი ესვანჯიას სოვნას მუნიციპალური ავტობუსები ერთი წუთის განმავლობაში გაჩერებული იყვნენ, რამასაც პარალიზება არ გამოუწვევია ქალაქში. და ახლა ჩვეულებრივ რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას. კიდევ ერთხელ მინდა ვისარგებლო და ჩვენი ბათუმის ავტოტრანსპორტის სახელით მიუსამძიმრო დაღუპულის ოჯახს. ბათუმშიც იყო შარშანი, იყო ფაქტი შეუვარდნენ მძღოლს, მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა და მძღოლი გულის შეტევით ადგილზე გარდაიცვალა. ერთი თვის წინ თავი გაუტეხეს მძღოლს დურმიგის შეუვარდნენ მანქანაში, ცემის რამოდენიმე ფაქტები იყო და ჩვენ ძალიან რთულ და საპასუხისმგებლო სამუშაოს ვასრულებთ. მგზა მიმართა მოსახლეობას, რომ გაითვალისწინონ, ჩვენ მათი ოჯახის წევრები გადაყვავს და ცოტა ისე მოვექცენ მძღოლებს, რომ მძღოლი იმყოფა სამუშაო ადგილზე და მას მისი შინა განაწესი აქვს, რომელსაც ის ემორჩილება.